მოგესალმებით, ეს გურია ნიუსსა და არასამთავრობო ორგანიზაცია პოსტ-ალიონის ერთობლივი გადაცემა არჩევანი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნატო გოგელია ვარ. დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სია გამოქვეყნდა. სია საჯაროა და მისი ნახვა ნებისმიერ თქვენგან შეუძლია. დღესვე სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში კონკურსანტთა საბუთებით CSGO-ში წარდგენის საწყისი ვადა. გახსოვდეთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამ მომრჩეველი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. თუ ამომრჩეველი არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, მაშინ 2016 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიაროს რეგისტრაცია საკონსულო დაწესებულებაში. რეგისტრაციის გავლის მიზნით ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს განცხადება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ფოტოასლი. საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. CSGO დემოკრატიის სერვისი. ხვალ პარლამენტის წევრობის მაჟორიტეტი და პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების ბოლო ვადა. თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. რას ფიქრობენ ახალგაზრდები? მიაჩნიათ თუ არა, რომ მათი ხმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტია. ამის გასარკვევად ჩვენმა კორესპონდენტებმა გურიის 4 მუნიციპალიტეტში გამოკითხვა ჩაატარეს. არა რომ ოქტომბრის არჩევნებში თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. დიახ, რა თქმა უნდა, ჩემი ახალგაზრდების ხმა და ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი დამწყვეტ არჩევნებში. ყველამ თუ იფიქრა რომ ანუ მათი არ მისვლა აუცილებელია, მაშინ ბევრი არ მივარჩენებს. აბა რა შეიძლება? მე არც არ ვაძებ ხელს. აბა? არცაც არ ვაძებ ხელს. დიახ, რა თქმა უნდა, აბა. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თითოეული შეტანარის ხმა. გუშინ ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო კვიტაიშვილი ივლიტას ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს შეხვდა და მათ წარსულზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ესაუბრა. მოგესალმებით. ლანჩხუთის ჩოხატაურის ოლქში, როგორც მოგეხსენებათ, ვარ მაჟორიტეტის სასწავლო კანდიდატი და მომდა ძალიან მოხარული ვარ, რომ მიწევს ახალგაზრდებთან შეხვედრა. თქვენ ჩემ შესახებ რა თქმა უნდა უკვე იცით და ეცანით ფლაიერებს, ამიტომ დროს ვთქვათ, აღარ დავხატავ საკუთარი ბიოგრაფიისთვის, ვთქვათ, და მისი თქვენთვის გაცნობის საკითხზე და უფრო მოხარული ვიქნები თუ თქვენ თავად გექნებათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამის შესახებ კითხვები. ნებისმიერი მიმართულებით მე რა თქმა უნდა მზად ვარ გიპასუხოთ, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს მოსაზრება ან თქვენი შეკითხვა. სიამოვნებით, ასე ვთქვათ, დაგითხოვთ დროს, სიამოვნებით გიპასუხებთ ამ შევეცდები, რა თქმა უნდა, ამოწურავად ყველა კითხვას. მაშინ თუ შეიძლება ნუ პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ესეთი შესაძლებლობა გვაქვს გურიაში, რომ ესეთი ქალბატონი გვყავდეს კანდიდატად. მე როგორც მაგისტრანტს მაინტერესებს თქვენი როგორც ამ საკითხში კომპეტენტური პირის აზრი. ზოგადად მანდატის მოპოვების შემთხვევაში რაც ცვლილებებს გეგმავთ, მაგალითად გასულ პროგრამთან დაკავშირებით და ზოგადად იგეგმებათ თუ არა საკითხი ცვლილებები აკადემიური სფეროსთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კითხვისთვის და რა თქმა უნდა უბაგლესი განათლება ისევე როგორც განათლების მთელი ციკლი საბავშვო ბაღიდან დასრულებულ ასაკში განათლებამდე ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ვიდრე მაგისტრატურა შევეცდებ, აქვე დავაზუსტებ უფრო ქვედა საფეხურის ბაკალავრიატის საკითხსაც. ჩვენ მიერ გაზრდილი იქნება ბაკალავრიატში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა 5000 სტუდენტით, რაც რა თქმა უნდა მიგვანიშნებს იმაზე, რომ განათლებაში კიდევ უფრო მეტი თანხა უნდა ჩაიდოს სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სწორედ
ვთქვათ, თქვენ გეყნობათ ჩვენი მომავალი. რაც შეეხება მაგისტრატურას, ანალოგიურად შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი, რომ რა თქმა უნდა, მაგისტრატებზეც შესაბამისად, ასე ვთქვათ, მეტი ფული უნდა დახარჯოს სახელმწიფო, მეტად უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის სურვილი აქვს, დაუფინანსოს როგორც ადგილობრივი განათლება, ისე, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მისცეს შანსი მიიღოს უფრო კვალიფიციური განათლება თუ ის ასე თვლის და ასე ვთქვათ, საზღვარგარეთის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში იყოს გრანტირებული სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გავზრდით სწორედ აი ამ პროგრამის, ასე ვთქვათ, დაფინანსებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს მიიღონ საზღვარგარეთ განათლება. თავისთავად ვფიქრობ, უპასუხეთ თქვენ კითხვას, თუ ეს დამოკმაყოფილებელი. ისეთ. ჩვენთვის რაც ცნობილი, განათლების სამინისტროში კარგი ადგილი გიყავით. რა გახდა მიზეზი, რომ წამოხვიდით დატოვეთ ხო, ეს საკმაოდ რთული საკითხია და თავისუფლება მაინც რა თქმა უნდა კითხვისთვის მე გავხდით განათლების სამინისტროში 2014-15 წლებში, გარკვეული პერიოდის 15 წლის ოქტომბერამდე ფაქტობრივად ზოგადი განათლების მართვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ეს საქმიანობა დავიწყე 2014 წლის აპრილიდან და 2015 წლის თებერვლამდე, ასე ვთქვათ, გავხდით ამ პოზიციაზე. დავტოვე იმიტომ, რომ ზოგადად მე სადაც კი, ასე ვთქვათ, მიმუშავია და რა თქმა უნდა მთელი 22 წელი მხოლოდ განათლების სისტემაში ვარ და ასე ვთქვათ, არც პოლიტიკური ფიგურა ყოფილვარ და არც სხვა სისტემებთან მქონია, ასე ვთქვათ, სხვა პირდაპირი შეხება. ყოველთვის მივდიოდი ყველა სამსახურში საქმის საკეთებლად. მაგრამ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ასე ვთქვათ, თვითონ განათლების სისტემის კრახის ხილვა და არც მასში შესაბამისად მონაწილეობა მე არ ვსურდა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ხა თქვენთვის შესაძლოა ნაკლებად იყოს საინტერესო, რომელსაც მე შინაგანად არ ვეთანხმებოდი, შინაგანი პროტესტი გამაჩნდა, რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებზე გამომითქვამს კიდეც ჩემი შეხედულებები, მაგრამ მონაწილეობას, მაგალითად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დანერგვაში მე ნამდვილად ვერ ვჩინო, რომ საერთოდ გამოვიდებოდი სისტემას, რადგანაც აი ეს ერთი თუნდაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლისთვის არ არის სიკეთის მომტანი და არც სისტემისთვის შესაბამისად. ასეთი საკითხები მრავლად იყო განათლების სამინისტროში და ზოგადად სისტემაში, იყო კომპლექსური და სისტემური პრობლემები, რომელთა დაძლევაც ამ სახელმწიფო გუნდს ნამდვილად არ შეუძლია და ფაქტობრივად ჩვენ განათლების სისტემის კრახის წინაშე შესაძლოა დავდგეთ თუ ისევ დაუშვათ ეს ხელისუფლება დარჩა სახელმწიფოს სათავეში და აი ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, ყველა ალბათ ადევნებდით თვალს სატელევიზიო გადაცემებში, საინფორმაციო გადაცემებში იყო საუბარი სტატისტიკაზე, როგორია მაგალითად წელს ჩაჭრილი გამოსაშვილ გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა და ეს იყო უპრეცედენტოდ მაღალი. რისი შედეგია ეს? როდის მიიღეს ამ ბავშვებმა ბოლო კლასებში განათლება, რომელი ხელისუფლების მმართველობის დროს, ანუ რეალურად განათლების ხარისხი უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო გარკვეული პრობლემები განათლების სისტემაში, მაგრამ აი ასეთი ამ რაოდენობით ჩაჭრილი მოსწავლეების ასე ვთქვათ, ციფრი ჩვენთვის არის ძალიან შემაშფოთებელი, იმიტომ რომ ეს არიან ახალგაზრდები, რომელთაც ასე ვთქვათ, შესაძლოა ბევრად უკეთ შეეძლოთ განათლების მიღებაც, გამჟღავნებაც საკუთარი ცოდნისა და უნარის, რომ ქონოდათ შესაბამისი პირობები და რომ არ ყოფილიყო განათლების ხარისხის ვარდნა ჩვენს სკოლებში. ნუ კითხვა მაქვს. ემხრობით თუ არა საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას? ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პროგრამაშიც არის ეს გაწერილი, მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებზე ნამდვილად ვეთანხმებით. მოგესალმებით. მე მაინტერესებს არსებობენ თუ არა ადამიანები, რომელთაც ცხოვრება თქვენ უშუალოდ რადიკალურად შეცვალეთ. კარგისკენ რა თქმა უნდა. ყველა მასწავლებელი პროფესიით და თქვენ ყავდათ დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი პედაგოგები დასწავლდნენ სკოლაში, ყველა მასწავლებელი გარკვეულ როლს თამაშობს ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში და თუ მასწავლებელი პროფესიონალია, ბუნებრივია ის ძალიან ბევრი ბავშვის ცხოვრებას ცვლის. მე წილად ხვდა ბედნიერება, რომ გარდა იმისა, რომ ყოფილიყავი, ასე ვთქვათ, საჯარო სკოლის
მასწავლებელი ისტორიის პარალელურად ვეცილად ხვდა ბედნიერება რომ მე მუშავა საჯელახსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების უზრუნველყოფის კუთხით. და რეალურად 2009 წლიდან 2014 წლის პერიოდამდე უბრალოდ მე საქმიანობდი საჯელახსრულების დაწესებულებებში, იქ არსებული, ასე ვთქვათ, სასკოლო სისტემა სრულად ექვემდებარებოდა იმ საჯარო სკოლას, რომლის დირექტორიც გახდით. შესაბამისად პროცესებს საგანმანათლებლო გეგმავდი და ვახორციელებდი პირადად. აი ამიტომ თავისუფლად ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება არასრულწლოვანი პატიმრით შეიცვალა და აი პროგრამამ, რომელიც სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს შეიქმნა ეს ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით, ამ ბავშვებს შანსი მისცათ პირველი მიიღოთ ნამდვილად განათლება, მეორე მიიღოთ სასკოლო ატესტატი, საჯარო სკოლის ატესტატი, ისე რომ მათ ბიოგრაფიაში არსად არ ჩანდეს, რომ ისინი პატიმრობაში იმყოფებოდნენ და მესამე, ქონოდათ რეალური შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, რესოციალიზაცია უკვე მარტივად განეცადათ და თვითონ საპატიმროდანვე სრული შემთხვევაში ბავშვები აბარებდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აი მაგალითისთვის 2010 წელს სამი არასრულწლოვანი პატიმარი შეწყალებული იქნა სწორედ ეროვნული გამოცდების შედეგების შემდგომ, რაშიც რა თქმა უნდა ჩემი წვლილიც არის გარდა იმ არაჩვეულებრივი გუნდისა, რომელთან ერთადაც საქმიანობდი. მაინტერესებს წერალი, რომელიც ნაწარმოებებს დიდი თავისუფლება მოახდინა თქვენ. იცით რა, ხშირად ვიფიქრია, როცა სხვისგან მომისმენია წერალი, ანუ ასახელებენ ხოლმე საყვარელ წერლებს და მე მაინც უფრო ბავშვობას დაუბრუნდებოდი. Იმიტომ რომ ალბათ როცა პირველად ეზიარები წიგნს და ლიტერატურას, ის არის ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი შეცხოვრებაში. და რა თქმა უნდა არ დავიწყებ ახლა დიდი მწერლების სადაც ვთქვათ კორიფეების ჩამოთვლას და როგორი როლი შეასრულა მარტოობის 100 წელიწადმა რაღაცა ასეთი არ უბრალოდ აღნიშნავ რომ ესეთი ძალიან სერიოზული ეფექტი ჰქონდა ჩემს ბავშვობაში პეპის. ზოგადად ასწრეთ მინდს. ეს იყო არ ვიცი, ჩემთვის ყველაფერი, ჩემი ბავშვობა, ის რაღაცა წლები გაალამაზა ამ წიგნმა და ზოგადად ასწრეთ. მოგესალმებით. შეგვიფასებთ დღევანდელი პედაგოგთა ყოფა და მათი კომპეტენციები. იცით რა არის ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს და ეს არის 10,000-ობით ადამიანი. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა არაკომპეტენტურმა ადამიანმა დაიწყო კრიტიკა პედაგოგებისა, მათი გამოცდის შედეგების ან მათი საქმიანობის რაღაცა გარკვეული ეპიზოდების მიხედვით. მე შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლოა პედაგოგებში მათ გარკვეულ ნაწილს განსაკუთრებით სჭირდებოდეს პროფესიული ზრდა და განვითარება, მაგრამ ხელავებით იმის თქმა, რომ ჩვენთა სკოლებში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ, უბრალოდ დანაშაულია მათ წინაშე. რეალურად, რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ მასწავლებელს უნდა დავეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში, ისე კი არა, როგორც ეს დღეს ხდება, რომ ყველა რაღაც ერთი ტიპის ტრენინგზე, მასიური ტრენინგები, ოღონდ არა საჭიროების მიხედვით, არამედ ადამიანს უნდა დაეხმარო კონკრეტული საჭიროების მიმართულებით, ხო? თუ პედაგოგს აქვს პრობლემა მაგალითად კლასის მართვაში, მაგრამ საგნობრივი კომპეტენცია მაღალია, ხარისხი შეუძლია დადოს, ეს ადამიანი უნდა გადაამზადო კონკრეტულად კლასის მართვის სტრატეგიებში. ანუ რეალურად გადამზადების პროცესია თავად არასწორად დაგეგმილი, ანუ პროფესიული განვითარების და ეს ქმნის მათ საქმიანობაში პრობლემას. დღეს მათი მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, იმ ხრივ რომ ისინი რეალურად არიან აი ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ, აი მე თქვი რამდენიმე წუთის წინ პროფესიული განვითარების სქემის შესახებ, რომელიც აბსოლუტურად და უტოპიურია და არაფრის სიკეთის მომტანი არ არის და ეს ადამიანები იქცნენ აი ამ სქემის გარკვეულ შემსრულებლებად და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველი სწორედ რაც გააკეთებს, ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება ის, რომ გააუქმებს ამ სქემას და სრულიად სხვა სახით დაგეგმავს უკვე პროფესიულ განვითარებას. ამიტომ თავისთავად ეს უკვე უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება. ხალი უნდა მიდიოდეს თუ არა ჯარში. ხალი? დიახ. ეს ალბათ უფრო პირადი აზრი უნდა ვთქვა და არა როგორც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური შეხედულება. 2008 წელს როდესაც მე გახდი საჯარო სკოლის დირექტორი და რაც ხდებოდა ქვეყანაში ყველა ძალიან კარგად ვიცით და რამდენად ძიმე იყო, დავრეკე სამხედრო კომისარიატში და ვითხოვე
ვითხოვე ყოფნა რაღაც სტატუსით. რა თქმა უნდა, ხა ჯარისკაცად თავს არ მოვიაზრებდი, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ უშუალოდ იქ დავხმარებოდი და რა თქმა უნდა უარი მეთქვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი ამ პროცესებისათვის, მაგრამ ვიცით რა არის, ჩვენ მაგალითად ჩვენი პროგრამის შესაბამისად თუ ვიტყვით, ჩვენ საერთოდ ფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე და ეს გაწვევის ის სახე, რომელიც დღეს გაგვაჩნია, გასაუქმებელია. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, დავუშვათ ამ საკონტრაქტო სამსახურში რამდენად სარგებლიანი იქნება სახელმწიფოსთვის დედრობითი, დავუშვათ სქესის ადამიანების ჩართვა. თუ განხილვა ღირს, ანუ საკითხის ამჟელოდ ნამდვილად ღირს. მოგესალმებით. პროფესიას რომ მოგეცეთ ამის შესაძლებლობა. მეორე. ანუ უნდა გამოგვიცხოვიცხვა. აქედან გამომდინარე, ალბათ ვიქნებოდი პოლიციელი, ან სამართალდამცავი რაღაც სტრუქტურისკენ უფრო, იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩემში რაღაც კანონმორჩილებისადმი კანონისადმი დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ალბათ ვისურვებდი, რომ მემსახურა ქვეყანაში წესრიგის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აი ამ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. კიდევ ერთი კითხვა გავუსვათ. საიდან იწყება თქვენთვის საქართველო? საქართველო და ზოგადად სამშობლო იწყება და ეს მე არ მithქვამს, იწყება დედის საფლავიდან. ჩემთვის სამშობლო იწყება გურიიდან. თუმცა რა თქმა უნდა, თანაბრად მიყვარს ქვეყნის ყველა კუთხე, მაგრამ კუთვნილება, ეს გურულობის მომენტი რა პერიოდულად ძალიან ძლავრობს. და შესაბამისად რა თქმა უნდა გურიიდან. შეგვიფასეთ ქალი პოლიტიკაში. დღეს ძალიან აქტუალური თემა მოგეხსენებათ, მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან ბევრი ქალი გამოჩნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ფაქტობრივად მათ უკვე თქვეს თავიანთი ღირსეული სიტყვა მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბით. საქართველოში მე ვხედავ, რომ სწორედ ახლა ძლიერდება ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას საქართველოს საკეთილდღეოდ. ვიცით რა არის? კარგია რომ დამოკიდებულება შეიცვალა ზოგადად ქალთა მონაწილეობისადმი არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქვეყანაში. მე ძალიან მიხარია, მახარებს ეს და შესაბამისად თითოეული ქალი წარმოდგენილი გარკვეულ საზოგადოებაში, თუ კი ის აჟღერებს გარკვეული სეგმენტის, ასე ვთქვათ, სათქმელს, უკვე ძალიან დიდ როლს ასრულებს ქვეყნის წესვლის საქმეში. იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს აქტიური ქალი და შედარებით პასიური ადამიანები და ყოველთვის აი ამ აქტიურმა ადამიანებმა უნდა გააჟღერონ იმ ადამიანების სათქმელი, რომელთა უფლებები ირღვევა, იზღუდება, ან რაიმე სახის სოციალურ-ეკონომიკური თუ რაიმე ტიპის პრობლემა აქვთ. ამიტომ რა თქმა უნდა, ქალები, რომელთაც შესწევთ აქვთ ცოდნა, აქვთ უნარი, აქვთ გამოცდილება, აქვთ мотивация, რა თქმა უნდა იყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული, იქნება ეს პოლიტიკა თუ ნებისმიერი სხვა სფერო. როგორი ბავშვი იყავი? ბავშვი ვიყავი ძალიან აქტიური. ძალიან ცელქი, მოუსვენარი და როგორც გურიაში იტყვია, ხიფათიანიც. ამიტომ ყოველთვის მესაჭიროებოდა 100 თვალი და ყური, სადაც მე გამოჩნდებოდი. რა თქმა უნდა, იმას საკამდე, ვიდრე თავად დავიწყე საფრთხეების გაცნობიერება და უკვე ხვდებოდი სად დაუშვათ ამძვრალიყავი ან სად შემძვრალიყავი. მაგრამ რა თქმა უნდა, ვიყავი ძალიან ცელქი, თუმცა ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ყოველთვის მიყვარდა კითხვა. ეს არის ჩემი ძირითადი მახასიათებლები ბავშვობიდან. კარგით, მაშინ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ძირითად სათქმელს. 8 ოქტომბერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა. 8 ოქტომბერს უკვე ჩვენი მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, როგორ სურს მას განვითარდეს ეს ქვეყანა. ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოვდივართ
ახალი ჩვენი სლოგანით, ეს არის ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის და მთელი ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია სწორედ აი ამ სლოგანის შესრულებაზე. ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რა ესაჭიროება მოსახლეობის ნებისმიერ სეგმენტს. იქნება ეს სტუდენტობა, იქნება ეს უშუალოდ სასკოლო ასაკის ბავშვი, იქნება ეს პენსიონერი, იქნება ეს სამართალდამცავი, ექიმი, პედაგოგი თუ სხვა. ჩვენი პროგრამა, რომელსაც მე სიამოვნებით თქვენ გაგაცნობთ შემდგომ უფრო დეტალურად და შესაძლოა უკვე იცნობთ კიდეც, იმიტომ რომ ის გამოქვეყნებულია უკვე არაერთი ასე ვთქვათ თვეა, არის სრულად შესრულებადი. ამაში მსურს დაგარწმუნოთ, რადგან თითოეული პუნქტი, რომელსაც თქვენ პროგრამაში წაიკითხავთ, არის საქართველოში ალბათ ყველაზე კომპეტენტური გუნდის მიერ შექმნილი. გუნდის მიერ, რომელსაც ნამდვილად არაკლია, რაც ცოტა ხნის წინ საუბრობდით, ცოდნა უნარი გამოცდილება და რომელმაც იცის საქმის კეთება. 8 ოქტომბერს ჩვენმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს მას. გაგრძელდეს ეს 4 წლიანი პერიოდი და დარჩეს ქვეყანა სტაგნაციაში და შემდგომ უკვე უკუსლა გააგრძელოს, თუ სურს მას, რომ ასპარეზი გაუხსნას კვლავ წინსვლას, ასპარეზი გაუხსნას ცოდნის და ღირსების დაფასებას, ასპარეზი გაუხსნას ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, სოციალური შეჭირვების დასრულებას, ინფრასტრუქტურულ განვითარებას, თუ სხვა წინსვლის მანიშნებელ, ასე ვთქვათ, პროექტებს. ეს არის თქვენი გადასაწყვეტიც, რადგან თქვენ თავად მონაწილეობთ უკვე 8 ოქტომბერს არჩევნებში და თქვენ დობის მანდატით უნდა აღჭურვოთ ის მაჟორიტარი და ის პარტია, რომელშიც ყველაზე დიდ პოტენციალს დაინახავთ და რა თქმა უნდა, ხმა უნდა მისცეთ მას, ვინც ყველაზე ღირსეულად შეძლებს წარუწყვეს ქვეყნის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას, წარუწყვეს თქვენი მომავლის მშენებლობას და ზოგადად, რა თქმა უნდა, ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას. ნინო კვიტაიშვილი დღეს არჩევანის შეკითხვებს გურიანი ნიუსის სტუდიიდან უპასუხებს, დაგვალოდეთ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Audio Jungle. ჩაისუნთქებ წიგნიერი ჟანგბადი, ივლიტას ბიბლიოთეკა. ჩვენ ისევ ეთერში ვარ, ჩვენი გადაცემის სტუმარი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, ქალბატონი ნინო კვიტაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი ცოტა უფრო შორიდან დავიწყოთ თქვენი გაცნობით, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ აქტიურად ჩართული გურიის ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში დღემდე საზოგადოება მეტნაკლებად შეიძლება გიცნობდათ, მაგრამ არც ისე ხშირად ჩანდით, როგორც თქვა სხვა კანდიდატები, ამიტომაც გაგვეცანით და გითხარით, როგორ მოხვდით პოლიტიკაში. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით რა თქმა უნდა თქვენს და მაყურებელსაც. რაც შეეხება ჩემს ვთქვათ ბიოგრაფიულ გარკვეულ ეპიზოდებს, წარმოშობით ლანჩხუთელი ვარ, დედით და მამითაც ლანჩხუთელი გახლავართ. დაწყებითი განათლება მივიღე ლანჩხუთში, შემდგომ უკვე სწავლა განვაგრძე თბილისში. დავამთავრე 123 საჯარო სკოლა, ვიყავი ამავე სკოლის მასწავლებელი, ამავე სკოლის დირექტორი, შემდგომ ზოგადი განათლების მარხვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი განათლების სამინისტროში
და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავტოვე განათლების სამინისტრო და გადავინაცვლე კერძო სექტორში, სადაც, ასე ვთქვათ, დაფუძნებლებთან ერთად შევქმნით თანამედროვე განათლების აკადემია, ესეთი დაწესებულება, საბავშვო ბაღი და სკოლა, პრესტიჟული, რომელმაც თავისი წარმატებული პირველი წელი განვლო და სიმართლე გითხრათ, განათლების სამინისტროს დატოვების შემდგომ საერთოდ არ ვფიქრობდი ზოგადად სახელმწიფო სექტორში, ან დაბრუნებაზე, ან საჯარო სამსახურზე, ამ ტიპის საქმიანობაზე, იმდენად იმედგაცრუებული გახდით განათლების სამინისტროში საქმიანობით. შესაბამისად, პირდაპირ პოლიტიკაში მე მივიღე შემოთავაზება ამ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მე დღეს მივიჩნევ ფაქტობრივად ყველაზე ინტელექტუალურ და ალტერნატივო ძალად. ასეთია ჩემი მოსაზრება და არა მარტო ჩემი საბედნიეროდ, შესაბამისად, როცა საუბარი იყო გურიაზე, ბავშვებმა მკითხეს ინტერვიუში, რომ საიდან იწყება თქვენთვის სამშობლო. და რადგან სამშობლო იწყება გურიიდან, ბუნებრივია ჩემს ორმაგაც სასიხარულო იყო და ასე ვთქვათ, გადაწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. ერთის მხრივ ეს იყო ყველაზე სერიოზული გუნდიდან შემოთავაზება და მეორეს მხრივ ეს იყო, რა თქმა უნდა, ის ინტერესი, რომელიც მე ზოგადად გურიის მიმართ გამაჩნია და შესაბამისად. თქვით, რომ ყველაზე სერიოზული ინტელექტუალური პოლიტიკური გუნდის წევრი გახდით, საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც უყენებს ძალიან ბევრ და სერიოზულ ბრალდებას, მით უმეტეს ერთ-ერთი არის ძალადობა. თქვენ რა სიტყვით ამაზე? თქვენთვის რამდენად ეს ყველაფერი რამდენად ადვილად მისაღები იყო, გიფიქრიათ თუ არა ამაზე, ემიჯნებით თუ არა იმ პერიოდს, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა ხელისუფლებაში იყო და დღეს ძალიან ბევრი ლიდერი აკეთებს განცხადებებს, რომ ისინი უშვებდნენ შეცდომებს, რომ ბატონო იყო გადაცდომები და თქვათ იყო ძალადობის ფაქტები, მაგრამ მაინც თქვენთვის ეს რამდენად მისაღებია და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ 9 წელიწადზე, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. რა თქმა უნდა, არც ერთ ნორმალური ადამიანისთვის ძალადობა არ არის მისაღები. მით უფრო რომ მე ჩემი, ასე ვთქვათ, საქმიანობის მანძილზე მქონია გარკვეულ პროექტებში ყოფილვარ ჩართული, რომელიც პირდაპირ ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არის ქალთა მიმართ ძალადობა და ნუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ისეთ სფეროში ვარ, სადაც გარკვეულწილად მიწევდა ამ მიმართულებით საქმიანობა. შესაბამისად, მე, რა თქმა უნდა, არც ერთი ისე განმეორდები და ვიყო ნორმალური ადამიანი, ასე ვთქვათ, ძალადობის წამხალისებელი არ ვიქნებ და რა თქმა უნდა, ვგმობ. თქვენ თავად ბრძანეთ, რომ არის საუბარი შეცდომებზე, გადაცდომებზე, ამის აღიარებასა და ასე ვთქვათ, გარკვეულ აღიარებასთან ერთად ამავდროულად გაცნობიერებაზე. ამ გუნდს აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს ის პერიოდი, საქმიანობის ის 9 წლიანი პერიოდი და სწორედ ახლა ის აბსოლუტურად ახალი ენერგიით, განახლებული ასევე სახეებით მოდის პოლიტიკაში უკვე სახელისუფლებო ძალად. ხო, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ისევ არ გამეორდება, რომ ისევ იგივე წლები არ დაბრუნდება, რომ ისევ არ იქნება ძალადობა. თქვენ რას გაძლევთ? რა გაძლევთ ამის გარანტიას? იცით რა არის, საკუთარ თავზე თუ ვიტყვი, მე არასოდეს ვიქნები ლიდერები წევრი, სადაც დაუშვათ ძალადობა იქნება დაშვებული, ეს ერთი. მეორე, ჩვენ საუბრობთ 9 წლიან პერიოდზე, მაგრამ ამავდროულად აქვე არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ რა თქმა უნდა ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და თუ კი იმ 9 წლიან პერიოდში არსებობდა კონკრეტული ძალადობის ფაქტები, ისინი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. შესაბამისად, მე ამ ხელისუფლებისგან, ისევე როგორც სხვა მოქალაქეები, ველოდით, როგორც თავად ბრძანებდნენ, რომ გარკვეულ თუ ესეთ დამნაშავეები არსებობდნენ, ისინი გამოავლენდნენ და დასჯიდნენ. თქვენ ეჭვგებოებათ, რომ არსებობდნენ თუ კი ახსენეთ. იცით რა არის? არა, არსებობდნენ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისეთი მასშტაბური სახე, რომელზეც იყო ალბათ ძირითადი აქცენტი გადატანილი, მე ვენდობი ზოგადად გამოძიებას და ვენდობი კონკრეტულ ფაქტებს. აქედან გამომდინარე, მე ვიმსჯელებ ფაქტებით, ვიმსჯელებ თუ რამდენი დამნაშავე დაისაჯა, აი ამ სახით. ასევე ძალიან კარგად მახსოვს 4 წლიანი პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრი გამოუძიებელი საქმე და თუნდაც საკმარისია, მაგალითად მე არ მაქვს პასუხი რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის ასევე ძალიან სერიოზული თემაა.
პირველ რიგში ეს ეხება ბავშვის სიცოცხლეს. გეთანხმებით მაგაში, თუმცა გამოუძიებელი ფაქტები და უპასუხო კითხვები ბევრი იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც, მათ შორის დადასტურებული ფაქტები, საკმარისხნია გვირგვინი ვაზაგაშვილი ძალიან გახმაურებული საქმეები რო გავიხსენოთ და თუნდაც არ ვიცი თქვენ ამდენად ხარ საქმის კურსში ლაჩხუთში ჩატარებული სპეცოპერაცია, ამაზე გურენიუს უმუშავია, როდესაც ჩაბარებული ადამიანი სადაც კი იყო ძალის გადამეტება, სადაც კი იყო უფლებამოსილების გადამეტება, ზოგადად პირადად ჩემი პოზიცია არის და ყველა ჩვენი გუნდის ყველა წევრის პოზიცია, რა თქმა უნდა იყოს საქმე გამოძიებული და დამნაშავე დასჭილი. მე 4 წლიანი პერიოდიდან ერთი საქმე მოვიყვანე მხოლოდ მაგალითად ასეთი საქმეები კიდევ არსებობს და თქვენ ძალიან კარგად იხილეთ ალბათ რამდენიმე დღის კრიმინოგენური ვითარება როგორ იცვლება და ძალიან ბევრი პრობლემა დგას ქვეყანაში და იცით რა არის ზოგადად მე ვფიქრობ რომ მუდმივად აპელირება წარსულზე არაფერს კარგს არ მოგვიტანს არც საზოგადოების პოლარიზება არაფერ კარგს მოგვიტანს ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე და უნდა ვისაუბროთ იმ პერსპექტივებზე იმ გეგმებზე განვითარებასა და წინსვლაზე რაც ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენთვის თავარი გამოწვევა დაუშვათ ის კი არ უნდა იყოს ახლა კონკრეტულად რომელი კანდიდატი გაიმარჯვოს ჩვენთვის მაგალითად თავარი გამოწვევა არის ამ ქვეყანაში არსებული პროცესები რომლებსაც უნდა გავუკლავდეთ ჩვენ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რომლებიც არის ჩვენი დასაძლევი ერთად მოსახლეობასთან ერთად აი ეს არის ახლა დღეს თავარი გამოწვევა ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი დღე ბავშვებისთვის ჩემი შვილისთვის მე 5 წლის შვილი ყავს მე როგორი მინდა იყოს მისი ხვალინდელი დღე აი ეს არის ჩემი თავარი გამოწვევა თუმცა კითხვაზე მაინც არ მიპასუხეთ ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობის გარანტია რა გაქვთ რა არის იმისი რომ იგივე არ განმეორდება იმიტომ რომ ის ადამიანები რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე დღესაც თქვენი პარტიის ლიდერები არიან და პარტიის ლიდერად რჩება მიხეილ სააკაშვილი რომლის მიმართ საკმაოდ ბევრი ბრალდება დღეს წაყენებული იცით რა ბრალდების წაყენება ადვილია და კვლავ ვიტყვი არა მიზნობრივი ხარჯებით დოკუმენტები გვინახავს ასე რომ ამაზე შემიძლია ცვლად ვიდაო დოკუმენტები გვინახავს შესაძლოა ძალიან ბევრ საქმეზე და ამჟამინდელი ხელისუფლებისაც და უშუალოდ იმ პერიოდისაც და კვლავ იგივეს თქმა კი გამოიძიონ უნდა თუმცა მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისგებაში მიცემული და ერთი დეტალი თქვენ ბრძანეთ აი ამ ასე ვთქვათ სახეებზე და გარანტია ძალიან გარანტიებზე გარანტია თქვენ თუ ალბათ იცნობთ თუ არ უნდა მეთქვა ჩვენს პროგრამას იქვე ნახავდით ჩვენს დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოების პროკურატურის სასამართლოს რეფორმის მიმართ გარანტიებს ადამიანის უფლებათა დაცვის რა თქმა უნდა ქმნის თავად სახელმწიფო ამიტომ შესაბამისად ჩვენ პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის მიმართულება რაც გარანტად უნდა იქცეს ჩვენი ხვალინდელი დღის ჩემი და თქვენი უფლებების დაცვის ანუ საარჩევნო პროგრამა იქნება გარანტია საარჩევნო პროგრამა არა პროგრამის განხორციელება და ამ დროისთვის ну პასუხიდან გამომდინარე ესე გამოდის რომ მაინც რა თქმა უნდა იმიტომ რომ რას გეგმავ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რა ვეთარება ბევრი ეგეთი დაგეგმილიც გვახსოვს და მე არ შესრულებული თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში იმ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკოსების ჩვევა საარჩევნო დაპირებებს უხვად გაცემა და მე არ შესრულებული მინდა ამ შემთხვევაში ვთქვა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ვის ძირითადი გუნდი უბრალოდ ვინც არის წარმოდგენილი ალბათ ბევრი რამ მსმენია და მათ შესახებ და ჩვენ შესახებ ზოგადად უკვე ჩვენ შესახებ საუბრობენ მაგრამ ვერავინ იტყვის იმას რომ ამ გუნდს აკლია ან ცოდნა ან ნიჭი ან უნარი ან გამოცდილება გამოცდილება არსებობს როგორც დადებითი ისე უარყოფითი და თუ ასე ვთქვათ უკვე აკეთებ შენ საარჩევნო პროგრამას რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურია დროსა და სივრცესთან მიმართებაში და თუ შენ გაქვს პოტენციალი ეს პროგრამა განახორციელო და მასში დაწერილი თითოეული პუნქტი იყოს შესრულებული, რა თქმა უნდა ეს იქნება უკვე სახელმწიფოს მშენებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტია. თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება ახალგაზრდათა მუშაობის. ძალიან საინტერესოა როგორია თქვენი წინასაარჩევნო პროგრამა და რას პირდებით უშუალოდ ახალგაზრდა ამომრჩევლებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენი გამოკითხვებით ხატყობს, ჩვენი პროექტით ამას ემსახურება, რომ ეს რეალობა შევცვალოთ, საკმაოდ პასიურები არიან და რატომღაც მათ გონიათ, რომ მათი ხმა რო ოქტომბრის არჩევნებზე და ზოგადად არჩევნებზე გადამწყვეტი არ არის. მე ზოგადად უფრო ჩემი პრაქტიკა ძირითადად დაკავშირებული იყო რა თქმა უნდა სასკოლო ასაკის ბავშვებთან და ნაკლებად უფრო სტუდენტური ასაკის თუმცა მოდით რაღაცნაირად გავმიჯნავ
ძალიან მნიშვნელოვანია ის მიმართულება, რომელიც ასევე ჩვენს პროგრამაშია გაწერილი განათლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო დაფინანსების ზრდა 50%-ით იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს საჯარო სკოლებში ხვდებოდეთ ნორმალური ინფრასტრუქტურა, რომ არსებობდეს მასწავლებლის წახალისების მექანიზმები, რომ არსებობდეს უამრავი შიდა სასკოლო პროექტი, რომლის დაფინანსებასაც თავად სკოლა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტს. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ვაუჩერის 50%-ით ზრდით, განათლების ხარისხის, მოზარდების განვითარების, მასწავლებლის პროფესიული განვითარების, მასწავლებლის ხელფასის, ანუ რამდენიმე მიმართულებით. რაც შეეხება ხელფასზე რადგან მიდგა ჯერი და მასწავლებელი მოსწავლისგან, ასე ვთქვათ, ცალკე არ უნდა განიხილო არასდროს, იმიტომ რომ ის მის განვითარებისთვის შრომობს, მასწავლებლის ხელფასის ზრდა ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული მინიმუმ 650 ლარამდე, რაც მათი ღირსეული შრომის გარკვეულ, ასე ვთქვათ, мотивაციასაც განაპირობებს. რაც შეეხება უკვე სტუდენტურ ასაკს, ჩვენ პირდებით მოსახლეობას, რომ 5000 სტუდენტით გაიზრდება იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსგან, ასე ვთქვათ, გავს ინვესტიციას, იმიტომ რომ ალბათ დამერწმუნებთ, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე სერიოზული წარმატებულ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ გრანტირებული სტუდენტების რაოდენობა. სოციალური პროექტი ეს ცალკე პროექტის სახით არის და რა თქმა უნდა ფინანსდებიან სოციალურად დაუცველებელი. ოღონდ ეს არის ცალკე პროგრამა, თავად განათლების სამინისტრო ახორციელებს ამ პროგრამას და მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ დაფინანსებული ბაკალავრიატში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობაზე, ისევე როგორც გავზრდით მაგისტრანტთა რაოდენობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ იმ სტუდენტების რაოდენობასაც, რომელთაც სურვილი ექნებათ განათლება მიიღონ, უბრალოდ გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. თქვენი მთავარი კონკურენტი ვინ არის? იცით რა არის მთავარი კონკურენტი, როგორც ესეთი ვერ გეტყვით, მით უფრო რომ გუშინ საერთოდ შეიცვალა ვითარება და ეს ასე ვთქვათ ნაფერებ ნალოლიავები ბატონი თემურ ჭკუასელი, რომელიც საზოგადოებას გააცნეს როგორც უალტერნატივო, როგორც აი საუკეთესო ძლივს ეღირსა გურიას და აი ესეთი ტექსტები იყო მოსახლეობასთან შეხვედრისას, უცებ ჩანაცვლდა სრულიად სხვა კანდიდატით. სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის თავად საარჩევნო პროცესი და შემდგომ უკვე ის გამოწვევები, რაც დგას ზოგადად ქვეყნის წინაშე. საინტერესოა თქვენი შეფასებაც ამ ჩანაცვლებულ კანდიდატზე, როგორ ფიქრობთ, ეს რისი ნიშანია და რამდენი ძლიერი კონკურენტი იქნება ამ შემთხვევაში ნინო წილოსანი, რომელიც ასევე წარმოშობით ლანჩხუთელია და რომლის მიმართაც საკმაოდ ბევრი კითხვები უკვე დაისვა. კი, გავეცანი მეც. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ჩანაცვლებას ვუყურებ, რომ ხელისუფლებამ რეალურად დაინახა, რომ ის უახლოეს მომავალში განიცდიდა კრახს. ეს არის ჩემი აზრი და მან გუშინ განიცადა პირველი კრახი და მე ვფიქრობ, რომ 8 ოქტომბერს მეორე ელის. ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ვინ არის ჩემი კონკურენტი, სახელითა და გვარით. ის არის სახელმწიფო ბლოკის წარმომადგენელი, მის მიმართ უკვე გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, გარკვეული ასე ვთქვათ ოჯახური. ხო, ნაცნობ მოძრაობასთან კავშირზე გაჩნდა სხვათა შორის ეს კითხვები, რომ სრულად გავეცანი უბრალოდ ინტერვიუს, მე რა თქმა უნდა არ შევალ სიღრმეებში, არ არის ეს რა თქმა უნდა არც ჩემი თემა ამ შემთხვევაში და მით უფრო რომ ესე ღრმადაც არ გავცნობი ვარ საკითხს. როგორც კონკურენტს, რა თქმა უნდა, ყველა კონკურენტს პატივს ვცემ, რადგან ადამიანის ღირსებას ვცემ პატივს, შესაბამისად, მე მივიჩნევ, რომ ღირსეული ბრძოლა იქნება, ორი ქალბატონი, ამ წინა შემთხვევაში ერთ-ერთი ქალბატონი გახდით და ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ძალა ამ ბრძოლაში განწირულია. ფიქრობთ, რომ მეორე ტური იქნება? ამაზე დღეს ექსპერტებიც უკვე ძალიან ღიად საუბრობენ, რომ ბევრ ოლქში მეორე ტური გველის და მით უმეტეს ჩოხატაურის ლანჩხუთში რთული ოლქია. მოგეხსენებათ, გარდა ჩოხატაურისა და ოზურგეთის ნაწილიც არის. ანუ აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია და რა თქმა უნდა, მე მზადვარ როგორც მეორე ტურისთვის, ისე რა თქმა უნდა, პირველი ტურისთვის. პირველი ტურის, ანუ გამარჯვების მოლოდინი გააქვთ როგორ ჩანს. დიახ. დამოუკიდებელ კანდიდატს როგორ დაფასებს, ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ დღეს ამბობენ, რომ ორი დამოუკიდებელი კანდიდატია, საკმაოდ დიდი შანსები აქვთ მათაც. ერთი აკაკი ჩხაიძე, მეორე დავით ჟღენტი.
ძალიან ბევრი მსმენია ისევე როგორც საქართველოს თელ მოსახლეობას ბატონი აკაკი ჩხაიძის წინარე საქმიანობის შესახებ და ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა მისი საქმიანობის ირგვლივ, ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა კორუფციული გარიგებების თაობაზე, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, არასასიამოვნო ეპიზოდი არსებობდა კონკრეტულად. თუმცა რაციონალ მოძრაობამ ეს აკაკი ჩხაიძეს ვერ დაუმტკიცა. შესაძლოა ვერ დაუმტკიცა, მაგრამ მე ვსჯელობ, რა თქმა უნდა. უბრალოდ ფული გამოართვა საკმაოდ დიდი რაოდენობით. რამდენიმე მილიონი გადაახტევინეს მას. ხო, იმ პერიოდში, როდესაც მისი ხელფასი იყო ძალიან დაბალი, როგორც მე ვიცი. გასაგებია ნაციონალურ მოძრაობამ სამწუხაროდ როგორც ჩანს ეს წყალში რომ ხდება ეს გააბრავა. ფული ეს არის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი. ხო, თუმცა არ დაუშჭიათ, თუ კი დამნაშავე იყო, როგორც ვქენებოთ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. თუ კი დამნაშავეები არიან, უნდა დაისაჯონ. თუ დამნაშავეა, ის აუცილებლად დაისჯებოდა სხვა სახით. თუ ანუ მე ბუნებრივი არ ვარ საბართავმცოდნე, მაგრამ შეფარდების საკითხში გააჩნია ადამიანს რა შეეფარდება, რა სასჯელი, რა სახე სასჯელის და ხა ამაზე კონკრეტულად ვერ ვიმსჯელებ, რომელი უფრო შეეფარდებოდა მას პატიმრობა თუ დაუშვათ ბიუჯეტის სასარგებლოდ თახის გადახდა. მე ერთი რამ ვიცი, რომ როდესაც ჩემს ოჯახს უჭირდა, შესაძლოა თქვენს ოჯახსაც უჭირდა, მე არ ვიცი და ჩემს ასე ვთქვათ კონკრეტულად უბანში, სოფელში, ქალაქში უჭირდა მოსახლეობას, მან ძალიან სწრაფად გადაიხადა რამდენიმე მილიონი. კი, და ეს რამდენიმე მილიონი, როგორც ბატონი გაკო ამბობს და ძალიან ბევრი ინტერვიუში უთქვამს, ხოლმე ნაციონალურ მოძრაობის ლიდერების ჯიბეშიც წავიდა. ბატონ გაკოს ბევრი რამ შეუძლია თქვას, ისევე თუმცა ფაქტია, ის რომ გაკო ჩხაიძეთ ციხიდან თავისუფალი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა, რომ ის იყო დამნაშავე და რომ ის სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო ბრალდების საკითხი, შეფარდების საკითხი. ბატონ აკაკის ისევე როგორც მე, ისევე როგორც თქვენ, ძალიან ბევრი განცხადების გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ დამტკიცებას რამდენად შევძლებთ, ეს არის მეორე საკითხი. ამიტომ ეს არის უკვე ღირსების თემა, რამდენად მორალურ განცხადებებს გავაკეთებთ ან არა. ხო, ეს შეკითხვა და არ მიყვარს კანდიდატების პიროვნულ ნაწილზე გადასვლა, არსად, რაც კითხვა დავუსვამთ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან კორექტული ვიყო, უბრალოდ საუბრობ იმ ასე ვთქვათ, ეპიზოდებით, იმ წაკითხულით, რაც მე ეს შეკითხვა დავსვი, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ დასაჯა ნაციონალურ მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობას ახდენენ და ახორციელებდნენ, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობაზე, როცა ვიღაცები დანაშაულს ჩადიოდნენ და ბევრს ბუნებრივია შერჩა, როგორც ფაქტები მოწმეს. მე რაც მესამედ ვიმეორებ უკვე და უხერხულიც არის, რომ შეფარდების საკითხი გირაო შეეფარდება ადამიანს და უშუალოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ თახის გადახდა, რაღაც პატიმრობა თუ რა, არ ვარ სამართალდამცავი და შესაძლოა ხა ტერმინებშიც აღრევა მქონდეს, მაგრამ სამართალდამცავი არა, სამართალმცოდნე არ ვარ, მაგრამ ზოგადად მე მჯერა, რომ თუ ადამიანს კონკრეტული რაღაც შეეფარდება, ის იმ სახდელს იხდის და არა სხვა სახდელს. ამიტომ თუ ეს იყო კონკრეტულად ბიუჯეტის სასარგებლოდ თახის გადახდა, მას ეს გადაუხდია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს უკვე ამჯერად დებატების ფორმატში. მე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა არჩევანი მომავალ შეხვედრამდე.